დღეს პასტო ფანტასტოსამ გენიალურ ვიდეოში ნახავთ. და იქ რო შევარდა ეს პაპი რომელი ხართ რო კითხა, აკვენ რა თავები მიადეს და რაღაცები გააკეთეს. რას ფიქრობს უბეიბი ბუბუესი გიშკაცა PvP Flows ბოლო ბეტლზე? ეხლა ხანს ხალხ ჭამდა ხალხი. ახლა ხანს როდის? ან ვინ ხალხია საუბარი? არ გამწარდები შენ ძმობას ვიცი, და ნუ იცით ეს მუღამში ჩაჯმა რაიმე. აქ ძალიან დიდ ვართ. აუცილებლად გამწარდები. 10 წელია ვიცნობ. 12 წელია ვიცნობ ბოდიში. და თუ ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, გავათამაშე ხო. გონი არის წერს. არ არის ჩართული. მადლობა ძალიან დიდი მადლობა. არ იყო საჭირო. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა მეგობრებო, როგორც ხედავთ, დასწრება დაემატა, ანუ ცოცხალი დასწრება არის, ან ცოცხალი მაყურებელი ყავს, ან მკვდარი მაყურებელი არც არასდროს არ ყოლია, მაგრამ ცოცხლად ლაივ მაყურებელი ყავს ჩემს გადაცემა, ანუ კამერის უკან ძალიან ბევრი 10,000-ობით ადამიანია და ლაივში უსმენს მე რას ვსაუბრობ ამ მოჭრის გარეშე, თუ გინდათ რომ თქვენც უკან მოხვდეთ, აუცილებლად დავწერთ ჩემ ანგარიშის ნომერს. ჩარიცხეთ 5,000 ლარი და თქვენც გექნებათ ბილეთი, რომ დაესწროთ ჩემს ამ შესანიშნავ ღონისძიებებს. როგორც ხედავთ, ცოტა სტილი შეიცვალა რაღაცების. ხო, კომენტარებს ამოვანათებ. როგორ რაღაცა იყო, რომ აქ რომ ვანათებდი კომენტარებს, ცოტა ისეთი დვიჟუხა იყო ხოლმე რა, ცოტა როგორ ახსნა. თითქოს არ ჩანდა კომენტარებს ესე ამოვანათებ, აი ყურეთ. ჩემი საყვარელი კომენტარები. გონი ესე ჯობია კომენტარებში დაწერეთ ესე გირჩევთ თუ ისე რაფერც იყო. რითი დავიწყოთ? ბარსელონას გულშემატკივარმა რითი დავიწყო? რა თქმა უნდა არ დავიწყე ბარსელონას სამბით, იმიტომ რომ გიორგი კალატოზებმა და თვითონ ზოგადად ოქტოპუსის საშინელმა ბნელმა რაღაცა ტალახიანმა ენერგეტიკამ ბარსელონა გამოაგდო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან და ფინალს ვეღარ ითამაშებს, მაგრამ ამაზე სასაუბროდ მე დღეს აქ არ ვარ. მოდით ეს დავიწყე PvP Flow-ი დავიწყებ, იმიტომ რომ PvP Flow-ზე ხალხთან უმეტესობასთან, ანუ მოსახლეობის უმეტესობასთან რაღაცა ინტერესთა კონფლიქტში შევდივარ. გამარჯვება მოიპოვა მაიკლამ, ჩემი აზრით დამსახურებლად მოიგო. მეორე რაუნდში გასაგებია რომ არაფერი არ გარითმა, მაგრამ როგორც პერფორმანსი, ანუ თავიდან მომდა ძალიან მომეწონა. აი მაგალითად რა მომეწონა ახლა. თვითონ აი ის ფრაზა back the fuck up shut the fuck up really არ დაგტოვო კისერ მოგრეხილი. ან აი ძალიან მაგარი იყო რა. Back the fuck up shut the fuck up Billy არ დაგტოვო კისერ მოგრეხილი. ეგეთი რაღაცები არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რა. აი ის თითქმის ბევრ ადამიანს შეუულია ძალიან რომ აი მაგალითად გარითმოს რაღაცა რითმაში ვიღაცას შეურაცხყოფა ან რაღაც ისეთი ფანჩი ესროლოს. მაგრამ ტახას ეს ამბავი რომ ეს შენ ხარ კაკადუ და იმეორებ მანერებს ვარ მაინერი, ანუ ეგ ისეთი რაღაცეებია, რაც ანუ საბოლოო ჯამში აიკონი რჩება რა. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა ამ PvP Flow-ს. ძალიან მუსიკალური იყო და ძალიან მომეწონა ჩემ კურსს ძალიან ესე ამონა. ორად გაიყო, არა, ორად არა, მგონი 1/3 და 2/3 გაიყო, იმიტომ რომ 2/3 არ მოეწონა და 1/3 მოგვეწონა. მე მგონია რომ საერთოდ არ იყო დაუმსახურებელი და საერთოდ არ იყო ცუდი ბეტლი. და იქ რო შევარდა ეს პაპი რომელი ხართ რო კითხა, ეგ მართლა ძალიან დამევასა იქ რო შევიდა და იმათმაც ვინც იმის უკან ვინც იდგა ვენტუსას უკან ვინც იდგნენ ის ადამიანებიც მაგრად გაასწორეს იმ ადამიანებმაც რომ აყვნენ რა თავები მიადეს და რაღაცები გააკეთეს თორე არ გამოვიდა და ეგეთ ლამაზი ხო გენში ამჭირდება ნიღაბი ქურდებს სალამი ბოზებს იქნილი პაპი ვინ არის პაპზე გამახსენდა ახალი პაპი აირჩიეს ლეო მე-14 ძალიან გამიხარდებოდა რომ ლეო მე-14 რო თქვეს მეთქი მესი გამოვათქო ხა მესი აირჩიეს თქო და ლიონელ მესი რო გამოსულიყო საერთოდ არ გამიკვირდებოდა მართლა იმიტომ რომ რა ვიცი რა ანუ პაპია რა ბრენდ მამაოა რა იმის კათოლიკური ეკლესიის რა მესი კაი იქნებოდა მაგარი ამბასადორი იქნებოდა კათოლიკური ეკლესიის თვითონაც კათოლიკე არის ხო აირჩიეს ლეო მე-14 და ლეო მე-14 არის შიკაგოელი ტიპია რა ამერიკელი როჟარი რომელიც მე პერუს მოქალაქე გახდა როგორც ვიცი და მე უკვე ვატიკანის რა და გახდა მე პაპი და ესეთი ინფორმაციასავით გამოი ლიქა რომ პაპი ლეო მე-14-ო სანამ კონკლავი დაიწყებოდაო ფილმს უყურებდაო კონკლავსო რა ანუ კონკლავი არის რომ იცოდეთ მამები რო შეიკრიბებიან პადრეები რო შეიკრიბებიან და რაღაცა რომ აირჩევენ ახალ პაპს აი ეგ არის არჩევნებისავით რაღაც არის და კონკლავი სანამ იქნებოდაო მანამდე კონკლავს უყურებდაო რა ფილმს და როგორ შეტაბაჭება დამიტოვა იცით აი დაახლოებით რომ აი ფეხბურთის თამაშის წინ აი ხალ YouTube ლიგაზე სანამ თამაში მექნებოდა რომ მივდიოდი ხოლმე მოედანზე მესის მომენტებს უყურებდი ხოლმე რა და ფეხბურთის მომენტებს რომ
მომხოდილიყავი და რაღაცა ხოცრუყოფილიყავი და ენერგია და რაღაც ინსპირაციები და ამას და დაახლოებით ეგეთი ვაიბები ქონდა. შეიძლება ედიტებს უყურებდა თავის სანამ კონკლაუზზე შევიდა და რა იქ თავისი ის დაიფიქსირებინა. პაპზე ხა რამდენიმე საინტერესო რა ვიცი რაც ვიცი გეტყვით. რომელი საუკუნეა? მე-14 საუკუნეში თუ მე-13 საუკუნეში, სადღაც მაგ პერიოდში, ერთ-ერთმა პაპმა სახელიც არ მახსოვს, იქ რაღაც დამოვანათებ დავწერ რა. შავი კატა აკრძალა და დაავალა ყველას, რომ შავი კატები მოიკლათ. იმიტომ რომ დეშმაკისეულ არსებად იქნა წოდებული რა. ანუ ეს შავი კატა, თარსი კატა მოდის მაქედან, ანუ ძალიან ძველი დროიდან. ხო, სხვათა შორის ადრე ძალიან, ანუ რაღაცა უცნაური რაღაცა ხშირად ხდებოდა რა. აი მაგალითად მე-17 საუკუნეში დაახლოებით აი მაგ პერიოდში ელიტა და მდიდარი საზოგადოება ადამიანის ხორცს ჭამდნენ, იმიტომ რომ ადამიანის ხორცზე იყო რომ ჯამრთელი ადამიანის ხორცი ანუ კუდარიც რომ ყოფილიყო, მაგრამ აი მოკლული ან რამე ეგეთი, რომელსაც არაფერი არ ჭირდა, ჯამრთელი ადამიანის ხორცს თუ შეჭამდნენ, ფიქრობდნენ რომ რაღაც დაავადებების განკურნება შეეძლოთ რა. და ესე დაძდებდნენ ამ გარდაცვლილ ხალხს, საფლავებს თხრიდნენ ხოლმე და საფლავებიდან ამოყავდათ მკვდრები და მაგას ჭამდნენ რა, ანუ კანიბალიზმი ჩვეულებრივი რა. დაჟე იყო ესეთი მოსაზრება არსებობს, რომ მომიფიცირებულ გარდაცვლილებსაც ჭამდნენ რა, არ აინტერესებდათ რა, ანუ გარდაცვლილია და შეჭამდნენ და ჯეროდათ რომ რაღაცა დაავადებებს და რაღაცებს კურნავდა. მე-17 საუკუნეზე მაქვს საუბარი, არ მაქვს მე-1 საუკუნეზე ან მე-0 საუკუნეზე. მე-17 საუკუნეში აი ახლა ხალხს ჭამდა ხალხი. იმიტომ რომ ეგ უნდათ რომ ეს ხალხს რო შეჭამდი, ცოტი არაფერი აღარ მოგივიდოდა. ძალიან უცნაურია. სხვათა შორის ერთი საინტერესო რაღაც რაც არის კიდე ძველ ამბებზე არის რომ ოქსფორდის უნივერსიტეტი არის აცტეკების ცივილიზაციაზე ძველი. ანუ ჩვენაც აცტეკების ცივილიზაცია ვიცით და როგონია რომ აცტეკები აუ ძალიან ძველი. ოქსფორდის უნივერსიტეტი უფრო ძველია ვიდრე აცტეკების ცივილიზაცია. და ეს ახალი პაპი რო აირჩიეს, რა თქმა უნდა, ყველა მოიცით ალბათ რომ იქიდან რაღაცა საკვამურიდან ბოლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ ახალი პაპი აირჩიეს. ადამიანები როგორი მიდრეკილები ვართ რიტუალური რაღაცეებისკენ რა, ანუ რიტუალურად როგორ გვიყვარს ყველაფრის გაკეთება. აი ის რო არის კიდე ეს ილუმინატებზე რო ბაზრობენ რომ რაღაცა რიტუალებს აკანო. რიტუალს არ აქვს მარტო რაღაცა ჯადოსნური და ზებუნებრივი დატვირთვა რა. უბრალოდ რიტუალური ქმედებები ადამიანებს გვიყვარს. აი ზემოთ ვინც არიან რიტუალებს აკეთებენ. ეხა პაპი რო აირჩია და ბოლი რო ამოდეს, ეხო რიტუალია. ანუ გამოვიდნენ და თქვან რომ ავირჩიეთ ახალი პაპი რა. ან დაიწეროს სადმე წერილი ან უნდა ბოლი ამოვიდეს იქიდან. ბოლზე მახსენდება ვოიცეხშესნიზე მახსენდება ბარსელონა. ბარსელონაზე მახსენდება ინტერნაციონალე და ინტერნაციონალეზე მახსენდება უბედურება. ინტერნაციონალე რო ხარ, ანუ აი ნაციონალებმა ხო ტვინი მოტ როგორ გამიტყვა, ალბათ ბარსელონას გულშემატკივარი ვინც ხართ, ყველა მიხვდებით როგორი დამთრგუნველი იყო ეგ დამარცხება ინტერნაციონალესთან. ყველაზე გაბრაზებულები ვიყავით ალბათ რაფინიმის გარდა, ლამინი ამალის და პედრის გარდა, ალბათ ყველაზე გაბრაზებულები ვიყავით რა. სხვათა შორის ნაციონალებზე მოგიყვებით ერთ საინტერესო ისტორია. ერთხელ შემოგვივარდნენ სახლში, ამათ ჩემს აკავებდნენ ესე რომ ვთქვათ. პოლიციელები შემოვიდნენ და ფული მოიპარეს ჩემი სახლიდან. ზედ ჩემი შეიძლება მოიღეს 1000 ლარი და წაიღეს რა, როგორც ექსპერტიზაზე და წავიდეს ეს ფული რა. პროსტა ეს რენდომს ეს ჩანთა გაუჩხლიკეს და ქეშად ქონდა და ჩემს 1000 ლარი და წაიღეს რა. მე და ჩემი რომ მივიდა იქ პოლიციაში და რა ხდება, არ ვიცი, 1000 ლარი რო წაიღეთო, გასაგებია ოქმარი დაიჭირეთ. 1000 ლარი რო წაიღეთო რა ბაზა, ის არისო და 300 ლარი დაუბრუნეს. წარმოიდგინე. ეხლა დარწმუნებულია რომ ის პოლიციელები ისევ პოლიციელები არიან, და ჩემს 1000 ლარი მოპარეს, ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ჩემი გადმოსახედიდან დიდად არაფერი არ შეცვლილა. წარმოიდგინეთ, პოლიცია შემოდის, სამართალ დამცავი შემოდის, განყოფილებაში მიყავს ადამიანი და ჩანთას უჩხლებს ქალს და ამ ქალის ჩანთიდან იღებს 1000 ლარს და მიდის. და ჩემი რომ მიდის რომ ეს 1000 ლარიო, კაროჩე, რო წაიღეთო. რას წაიღეთო? საწაიღეთო, სამხილი თუ რაღაცა არის, არ ვიცი, ვერ გავიგე და 300 ლარი დაუბრუნეს უკან. 700 ალბათ დახარჯეს. ეს უცებ პატარა ისტორია ინტერნაციონალეზე. თუ იცით ის რომ მაგალითად ტიტანიკი რო ჩაიძირა, ტიტანიკის ჩაძირვამდე არსებობდა ესეთი ნაწარმოები პატარა, ტიტანის ჩაძირო ერქვა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე გამოვიდა, ვიდრე ტიტანიკი ჩაიძირებოდა, იყო გემზე, რომელსაც იყო ტიტანის გემი იყო, ესე ტიტანისგან დამზადებული გემი იყო, რომელიც მიწვრავდა აისბერგს დაეჯახა და ჩაიძირა. ტიპმა შემთხვევით რა მანიფესტაცია მოახდინა, დაწერა რაღაცა და იმდენად
ისე დაწერა რომ მართლა მოხდა ცოტა ხანში მაგის მერე. ან ვიღაცას ინსპირაცია მისცა საერთოდ რომ ეგეთი რაღაც მომხდარიყო. და სხვათა შორის ის წყალქვეშა ნავში რომ რამდენიმე მილიონერი ჩარჯდა რომ ქვემოთ ჩასულიყო და რაღაცები ენახა იქ ხო გახსოვთ მაგ წყალქვეშა ხომალდსაც ტიტანი ერქვა. ან ამისი მის თქმა მინდა რომ მოერიდეთ ზოგადად ამ ტიტანების დარქმევას რაღაცებისთვის იმიტომ რომ ჩაიძირება უეჭველი რა. მე წინა ვიდეოში ჩემ კომუნიტეს დავარქვი ბუბუები რა. მე ვარ ბასტო და თქვენ ხართ ჩემი ბუბუები თქო რა, ჩემი მეგობრები, ჩემი ძმები. მაგრამ ჩემ ძმებზე და ჩემ მეგობრობაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის რაღაცა ისეთი შექმნათ ყველა თქვენ, მაგალითად რა end of the day ცხოვრების ბოლოს რა გიშჩემთ თქვათ რომ მე ეს შევძელე თუ მე ბასტოს მეგობარი ვარ, ბასტოს მაკაცი ან ბასტოს დაქალი ვარ, რა თქმა უნდა მე ეს შევძელე. ხო და ფიქრობდი რომ როგორ ყველაზე დიდი და ყველაზე ღირებული საზოგადოება რომელი საზოგადოება არის რა და არსებობს ესეთი შედარება მომინდომა ამან თვარეზე მოჯმა ანუ რაღაცა შეუძლებელი მაგალითად PSG მინდა ფინალში მოუგოს ინტერნაციონალეს ხვიჩამ გაუტანოს 7 გოლი 6 გოლი ჯერ გაიტანოს ინტერმა და ამან 7 გოლი შეცვლაზე შემოვიდეს და 7 გოლი გაიტანოს. როცა ოცნებობს შეუძლებელს, მაგის შესატყვისი არის მთვარეზე მოჯმა. არსებობს ესეთი ადამიანი, ბაზ ოლდრინი ქვია, კოსმონავტი, ასტრონავტი არ ვიცი, რომელსაც მთვარეზე აქვს მოსაქმებული. მინდა რომ ჩემ საზოგადოებას, ჩემ კომუნიტის გამომწერებს, ჩემს კეთილის მოსურვეებს და მეც რომ მათი კეთილის მოსურვე ვარ, ვიყოთ ბაზოლდრინები რა. Instagram-ზე მაქვს ესეთი ჩენელი ბუბუები ქვია ამ წამს და როცა ეს ვიდეო დაიდება, ბაზოლდრინები იქნება მაგათი სახელი. ხო არის რომ ვიღაცამ ისე მოიმდომა, ისეთი გულის დაწერა ტიტანის ჩაძირვა, რომ ცოტა ხანში ვიღაც მართლა ჩაძირა ის ტიტანიკი და მართლა დაიჯახა აისბერგს. აი ზუსტად ეგრე მინდა რომ ჩემი გამომწერები და ჩემი კეთილის მოსურვეები და მეც მათთან ერთად ვიყო ბაზოლდრინები და თვარეზე მოჯმა და მოფსმა ჩვენთვის რეალური იყოს რა. ზუსტად ამიტომ თქვენ ხართ ბაზოლდრინები. ამის თქმა მინდა და მე ამჟამად. როგორც იცით, ჩემი პარტნიორი კომპანია არის Setanta Sports-ი. უღრმეს მადლობას ვუხდი, რათა მომანიჭავ ჩემი საკუთარი პრომო კოდი BASTO დიდი ასობით, რომელთაც შეუძლია ჩემ გამომწერებს 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ ყველა სპორტზე დოღიდან დაწყებული, ადელით დამთავრებული, საერთოდ ყველაფერი რაც გადის ქართული კომენტირებით შეუძლიათ ისარგებლონ ჩემი პრომო კოდი და 30%-იანი ფასდაკლებით, ანუ სადღაც 9-დან 9-ლარამდე თვეში გადაიხადონ და გქონდეთ HD-ში ქართული გახმოვანებით ყველა სპორტი. ტრაკის თამაშო სპორტი იყოს, მაგასაც გაახმოვანებდა Setanta. Setanta Sports აქ ესეთი საინტერესო კამპანია ახლა შენიჯერია. თბილისის რომელიღაცა კონკრეტულ ადგილას გაკეთება pop-up საბეჭდი მანქანა, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ადამიანებო, ბოლოზარის პასაჟირებო. მიიტანოთ თქვენი თეთრი სამოსი და აი უკან ზურგზე რაღაცა ბრენდისა. ხო ისე რომ ბრენდავენ, მაგას დააბრენდავენ ესე უფასოდ, მეც იქ ვიქნები, რაბანაც იქნება ალბათ ჰიტაც, ქოროც ვიქნებით იქ ადამიანები, გამოგელაპარაკებით, მოგცემთ რჩევებს, თუ დაგჭირდებათ რა თქმა უნდა და აუცილებლად მობრძანდით და გამოიყენეთ Setantas ეს შესაძლებლობა, იმიტომ რომ მე ჩემ დროს ეს შესაძლებლობა არ იყო და შესაბამისი რაღაცაც მეხატა ზურგზე. და ბასტო, შენ რა გაწერა ზურგზე? ბატონო? რა გაწერა მეთქი ზურგზე რა? მე რახან ეგეთი შესაძლებლობა არ მქონდა თან ვერც ხატავი და დამეზარა მე სადღაც წასვლა, აი ესე ძალიან აი ძალიან კრეატიულად ზურგზე მეწერა ესეთი რაღაცა დამაწერეთ ვინც ხამ რაც ხა ეხა კი მქრინჯავს, მაგრამ მაშინ არ ვიქრინჯებოდი, მაშინ ქულაც იყო, რომ მივედი ყველას ნამუშევარი ქონდა, რომ აუ, ჩემი რაღაცები ეხატა ზურგზე, მონალიზები და დავინჩი გააცოცხლეს და უცებ დაახატა. მოკვდა ისევ ეგეთი რაღაცები, მე ძალიან ქულ ჩემი ბანძი კალიგრაფიით, ზაჟე ჩამატებული მქონდა ერთს, დმაწერეთ ვინც ხამ რაც ხა და დმაწერეთზე ესე ამ მქონდა ჩამატებული რა. ეგ იმიტომ რომ გავამართლე ის რომ დამეზარა და ტვინის ბურღვა დამეწერა. მაგრამ რო ყოფილიყო Setantas ის რაღაც ამბავი რომ მივსულიყავი და ესე ჩამოეჭრა და რაღაცა დაეხატა, აუცილებლად დავიხატავდი. და ამიტომ მიცოდეთ ეს ყველაფერი Setantas-თან დაკავშირებული. ისევ გრძელდება კამპანია გვრიტო არ მოეწონა ქოროს ძალიან ეწყინა გვრიტო რომ დაუძახე, ამიტომ დავტოვოთ ისე რომ თუ გვრიტოს დამეძახი თუ არ მინდაო და მეთქი კაი მივცეთ ქოროს შანსი გავაგრძელოთ მივცეთ ქოროს შანსი ბევრი კომენტარი იყო რომ მიდი ძმაო დაწერე ხოლმე როცა აპირებ თამაშს მისვლოს და მოვალთო და ვიაროთ და რაღაცა ბაზარი არ არის ძმაო აგერ ეხლა 20 მაისს არის იბერია დინამოს თამაში ისევ მიხეილ მეცხზე მე ისევ მოვალ ისევ მოვალ ჩემ მეგობრებთან ერთად მივიდეთ და უგულშემატკივართ თქვენ ავით თუ დინამოს უგულშემატკივართ მე იბერიას უგულშემატკივართ იმიტომ რომ რა ვქნა ძმაო მინდა იბერიამ რომ მოიგოს და მინდა პირველ ადგილზეა და მე ვასწება
გამარჯვებული გუნდები. ბარსელონაც პირველ ადგილზეა, იბერიაც პირველ ადგილზეა. ორი ფავორიტი გუნდი მყავს, ორივე პირველ ადგილზეა. კიდე ბეტის მევასება, იმიტომ რომ ანტონი მევასება. ხო. ამიტომ სხვა შორის ძალიან მაგარი თამაში იყო ბათუმის დინამო იბერიას წინააღმდეგ, აი ძალიან დაძაბული და ისეთი თამაში იყო, მაგრამ რო უყურებდი ხალხით საკაიფოდ იყო. ბათუმში ხალხი დადის ერთი ლოკომოტივზე არა, ისა ყველანი წავიდათ ლოკომოტივზე რა. ცოტა ხნის წინ ადრე ვიბაზრე გუჩიზე რა და გუჩი მეთქი საქართველოს როგორ მოვახერხეთ და გუჩი გოიმობა როგორ არის ერში თქვა, რომ გუჩის დედა ვუტირეთ თქო რა, მართლა. ფებურია 200-1000 ჯერ დიდი და ისეთი ბრენდია რა ქვია, მაგარი ბრენდია, მაგრამ გუჩი დღეს საქართველოში, მაგრამ ეს ჩვენი ბრალი არ არის, არის გუჩის ბრალი რა, იმიტომ რომ ჩვენ ტაიგერები გახსოვთ, ტაიგერებს რა ვქენით, ანუ ტაიგერები და 1 ლარი. ბაზარში მიხვიოდი და შეგეძლო შაქრის ფასადან, რავი, პურის ფასად გეყიდა ტაიგერები, რომელთაც ფეხბურთს ითამაშებთ. და რა კამბექი დადო უბრალოდ ტაიგერებმა თუ ხედავთ რა, ონიცუკა ტაიგერები რო ამოვანათოთ თუ შეიძლება, რა ვიდზეა უბრალოდ რა. სხვა შორის იმ დღეს ვნახულობდი ძალიან ადრე მქონდა სკოლაში ტაიგერა, იქ ონიცუკა ტაიგერები ლურჯი და ეხა ოსტარი სადაც იყიდებოდა, მანდ იყიდებოდა ეს კონვერსები და კიდე რაღაცა ბრენდი იყო, არ მახსოვს რა. ეგ ფეხსაცმელები იყიდებოდა. და გავიდნენ ბაზრიდან და სულ მევასებოდი. ერთი კვირის წინ დაახლოებით ვსერჩავდი ფეხსაცმელები მინდა და გამომეწერა. და ტაიგერებს ჩავყავი და რა მაგარია მეთქი და მე დავფიქრდი რომ რა კამბექი დადო ბიჭო ტაიგერებმა ჩემი. ანუ რემონტადა რეალ მადრიდს მეუნებ, აი რემონტადა. არის ეგ. და არა ის რაც თქვენ არსნალთან გააკეთეთ. აი ეს არის ნამდვილი რემონტადა რაც ტაიგერებმა ხნეს 1 ლარიან ფეხსაცმელიდან, რა ვიცი, უმაგრესი Kill Bill-ში ყველაფერში, ან ძალიან მაგარია ტაიგერები რა. ამიტომ გუჩისაც შეუძლია კამბექი დადოს. გუჩის მიმართავ რომ შეგიძლიათ კამბექი დადოთ და რამე ისეთი გააკეთეთ საქართველოში რამე აქტივობა, თორე გეღადავებით უკვე. ახლა ხანს ჰიტამ ჩვენმა ძმამ იყიდა მანქანა, გამოვიდა უკვე. ძალიან მაგარი ჩელენჯერია, უბრალოდ ჰიტა თავის სახლიდან ჩემს სახლამდე რომ მოვიდეს და უკან წავიდეს, იმდენი ბენზინი დაეხარჯება, რაც მე ზოგადად გამომუშავებული მაქვს YouTube-ზე მონეტიზაციით. ლითერალი მაგდენი დაეხარჯება. და რაბანამაც დაიწყო რომ მე ალფა რომეო მინდა ბიჭო. მე მევასება იტალიური მანქანები ძალიან რა, იმიტომ რომ აი სალონი, აი მაინც შიგნით მინდა რა, აი ეგერე მომწონს მანქანები. რო ვიძახდი რომ მაგალითად ის მინდა თქო რაღაცა მანქანაზე რომ მაზერატი მინდა თქო, აუ გაგაწამებს, აუ ყლეზე მკიდია. აუ აი ეგ დამოკიდებული მეზიზღება იმ აუდი მინდა, არაც მაგ გაგაწამებს. იყიდე ტოი, არ ვიცი, არ მაინტერესებს, მაგრამ ტოიოტა რატო ვიყიდო? აი კაი, ტოიოტა შეიძლება ვიყიდო, რაღაც მომეწონოს, შეიძლება ვიყიდო, მაგრამ მე მინდა ლამაზი მანქანა, მე მინდა მანქანა რომელსაც გავერთობი. გამაწამებს რა ვქნა, გამაწამოს, აგერ ქარ უყავს, მაო YouTuber-ი კაცია გამიკეთებს ხოლმე რა, რომ გავაფუჭებ. არ გამწარდები შენ ძმობას პიცევარ და ნუ იცით ეს მუღამში ჩაჯმა რა იმენა რა. BMW-შიკები აჯვავენ Mercedes-ები აჯვავენ BMW-ს, Audi-ს ყველა აჯვავს, ხო და Alfa Romeo Giulia მინდოდა და რაბანა გამოვიდა და კაროჩე Alfa Romeo Giulia მინდო. და იმას უკვე მე მართვის მოწმობა არ მაქვს და იმას უკვე მართვის მოწმობა აქვს. ანუ ის ნაბიჯი წინაა ჩემზე. იმას უკვე მანქანა ყავს რო რამე. იმას შეუძლია ძველი მანქანა გაყიდოს, დაამატოს რაღაცა ფული და Alfa Romeo იყიდოს. მეც არ მინდა რომ რაბანასაც Alfa Romeo Giulia ყავდეს და მეც Alfa Romeo Giulia მყავდეს. მე მინდა რაღაცა ინდივიდუ, ანუ ქარაქტერიანი მანქანა მინდა. მაზერატი გიბლი მომწონს ძალიან, მაგრამ იმენა ტვინი წამიღეს მაგაზე რომ დაიწყეს არ გაჩერდნენ. არა და მომწონს ეგ მანქანა 3-დან 0 ბიტურბო და რაღაცა ჩქარა დადისო და ის და ეს. ხო და თუ არა მე გეტყვით რა მანქანა მინდა და ვინმე როგორ მეტყვის მაგაზე რომ არ გინდა ძმა გაგაწამებს. Need for Speed Hot Pursuit 2 ხო გახსოვთ? Lamborghini და Ferrari რო ეგონკავება ერთმანეთს. წითელი Lamborghini, წითელი Ferrari და ყვითელი Lamborghini. აი წითელი Ferrari რო მანდ Ferrari 360 Modena ქვია მგონი. F Modena. აი ეგ მანქანა მინდა ძმა. Ferrari მინდა, არ მაინტერესებს. ხო ყავს იტას ჩელენჯერი. აბანა ხო აპირებს Alfa Romeo-ის ყიდვას. იმ ჰანგრიმენები ხო დადიან Mercedes-ები დაბრენდილი. ხნეგერეთი რო დადის ყველა 4-ვე ჰანგრიმენი. 5-ვე, 8-ვე რამდენიც არიან. მე მინდა Ferrari ძმა. აი ეგრე ძმა. Ferrari მეყოლება. კაი, გადავიდეთ ახლა ვიდეოს მეორე ნაწილზე, სადაც ჩავრთავ მე ჩემს გულის სწორს, შემოვიყვან, დავსვამ და ჩაუტარებ პატარა ტესტს, მე მაქვს მომზადებული კითხვები და მაინტერესებს გასცემს თუ არა სწორად პასუხს იგი და რამდენად კარგად მიცნობს. 10 წელია ვიცნობ. 12 წელია ვიცნობ ბოდიში. და თუ ყველა კითხვას პასუხი არ გასცა, გავათამაშებ ახლა. და დამტოვა მხოლოდ მე ვიღებ. გონი არ იწერს. არა,